ნომერი 15. ქარხნის ორმა A და B საამქრომ ერთ-ერთი დღის განმავლობაში ერთად 12 ტონა პროდუქცია აწარმოა. A და B საამქროების მიერ აღნიშნული დღის განმავლობაში წარმოებული პროდუქციის მოცულობათა შესახებ განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. პირველი, A საამქრომ დღის პირველ ნახევარში იმდენივე პროდუქცია აწარმოა, რამდენიც დღის მეორე ნახევარში. მეორე, B საამქრომ დღის პირველ ნახევარში სამჯერ მეტი პროდუქცია აწარმოა, ვიდრე დღის მეორე ნახევარში. იმისათვის, რომ დავადგინოთ A და B საამქროებიდან რომელმა საამქრომ აწარმოა აღნიშნული დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი პროდუქცია, რომელი პირობიდან გავიგებთ ახლა ამას. დავაკვირდეთ მარტო პირველ პირობას ჯერ. A საამქრომ დღის პირველ ნახევარში იმდენივე პროდუქცია აწარმოა, რამდენიც დღის მეორე ნახევარში. ამით B-ს ვერ შევადარებთ. ანუ შეიძლება დღის პირველ ნახევარში 1 ტონა აწარმოა, დღის მეორე ნახევარშიც 1 ტონა აწარმოა, ხო? ან 2 და 2. B-ს შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ამიტომ მარტო პირველი პირობით ვერ გავიგებთ, ვერ შევადარებთ B-ს პროდუქციას. წავიკითხოთ მარტო მეორე პირობა. B საამქრომ დღის პირველ ნახევარში სამჯერ მეტი პროდუქცია აწარმოა, ვიდრე დღის მეორე ნახევარში. აქაც A-ს საწარმოს შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მხოლოდ ის ვიცით, რომ სამჯერ მეტი პროდუქცია აწარმოა. შეიძლება იყოს პირველ ნახევარში სამჯერ მეტი აწარმოა, ხო? მაგალითად 3 ტონა და 1 ტონა. ან შეიძლება დღის პირველ ნახევარში საერთოდ 1 ტონა აწარმოა და აქეთ 1/3 ტონა ქონდა. ამიტომ მარტო მეორე პირობით ვერ გავიგებთ. A-სა და B-ს შესადარებლად არანაირი ხელჩასაწიდი პირობა არ გვაქვს. ვიცით, რომ ზემოთ თანაბარია, ქვემოთ კი პირველ ნახევარში სამჯერ მეტია. ვიცით მხოლოდ რა, დღის პირველ ნახევარში A საწარმო მაგალითად Y აწარმოა, მეორე ნახევარშიც Y აწარმოა. B საწარმომ დღის პირველ ნახევარში 3X აწარმოა, მეორე ნახევარში X აწარმოა. 3X და Y-ს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. ამიტომ პასუხი იქნება E. ორივე პირობა ერთად არ არის საკმარისი. საჭიროა დამატებითი პირობები.